საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, სპეციალური გამოშვებით შემოდივარ პირდაპირ ეთერში. დღეს ჩემი სტუმარია ბატონი კახა წიქარიშვილი, იგი გახლავთ კანცელარიასთან, რომ ეხლა აქცია მიდის, საპროტესტო აქცია, აი ავადმყოფი ბავშვების მშობლები, ერთ-ერთი მშობელია, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო კახა, რომ მოგზავნით გადაცემაში, ყველას აინტერესებს და განსაკუთრებით ასევე ჩვენ არ გეგონოთ, რომ ძალიან ვაკვირდებით და უყურებთ უბრალოდ უშინაც ვისაუბრებთ ჩვენ, თუ საჭირო გახდება ნებისმიერ დროს ქართველთა დგაერთიანება თქვენს გვერდით დადგება ბავშვების და მშობლების მხარეს აუცილებლად. ეხლა მე მინდა პირველი კითხვით მოგმართოთ, ეხლა ამ წუთშიც კოკის პირველი წვიმაა და ვიცი რომ იქ არ აძლევენ საშუალებას და ისე ღიაცის განან კარავი რო გაშალონ ამის უფლებას არ აძლევენ. ესეთი მდგომარეობა იყო მეგობრებო მაშინაც თავის დროზე, როცა მაღაროელმა ჭიათურელებმა ესე იგი აქცია მოაწყეს მან, კაფეცო უბრალოდ შიმშილობდნენ სამი ადამიანი და ისინი სულ წვიმები დაემთხვა მაშინ და სულ წვიმაში იდგნენ და არაფრით არ მისცა საშუალება აი ამ ხელისუფლებამ რომ რაღაცა შეფარებოდნენ და როგორც მაშინ ერთმა ადამიანმა არ ვიცი ახლა ორი კვირა შიმშილობდნენ თუ რა იყო მან იქიდან წამოსული მოშიმშილეები ერთმა ადამიანმა არ გამოხედა გარეთ დღესაც მე როგორც ვიცი ორი კვირა უკვე იქ ხარ ხომ და არც ერთი ადამიანს დღემდე კანცელარიიდან აი რაღაცა არ უკითხავს რომ რა გიჭირთ ხალხო რა არის რა პრობლემები გაქვს და ასე შემდეგ ეს არის ანტიადამიანური ქმედება, აქ უკვე პოლიტიკა კი არა, საერთოდ ადამიანი ჯერ უნდა აღიზარდოს საზოგადოებაში, ოჯახში და რაღაცა პირველ რიგში უნდა აქონდეს შესაბამისი კულტურა და ადამიანობა. როდესაც არც კულტურა გააქვს, არც როგორ შეიძლება ეგეთი ადამიანი ან მორწმუნე იყოს, ან გულის შესტკივდეს ვიღაცის გაჭირვებაზე, შენ ზიხარი იქ ეხლა არ ხეინათ იმაში კაბინეტში და ხალხი დგას ეს ავადმყოფი ბავშვის მშობლები წვიმაში თქებში და ერთ ადამიანს არ გაუჩნდა გამოიდნენ და სოლიდარობა გამოუხატონ ან კითხონ რაღაცა რა გიჭით ან შეიყვანონ იქ სადაც წვიმა არ არის ხო შენობაში ეს არის ანტიადამიანური ქმედება მე ასე დავარქმევ და აი ამათ არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს ასეთი ქცევების შემდეგ ხელისუფლებაში იყო ყოველი დღე არის ქვეყნისთვის დამანგრეველი ასეთი ხელისუფლების ყოფნა ქვეყანაში. მე პირველ რიგში მინდა შეკითხვით გადმოვიდე ბატონო კახა ძირითადად აი რა მდგომარეობა და რა სითხოთ. მოდით რატომ იცით რაღაცა მეც ვიცი მაგრამ საზოგადოებას რო აუხსნათ ფართო საზოგადოებას. დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ეს არის დაავადება, რომელსაც ქვია დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ეს დაავადება არის გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოიხატება კუნთების დასუსტებაში, ბავშვობის ასაკიდან. კუნთს არ მიეწოდება სიცილა დისტროფინი, რის გამოც ის იწყებს განლევას და გადაიქცევა ცხიმოვან ქსოვილად. ანუ კუნთი უქრება ადამიანს. ეს კუნთები ქრება ჯერ ქვედა კიდურებიდან მოდის და მერე ამოდის ზედა კიდურებში. შესაბამისად დიუშენის დისტროფიის დროს ანუ ყოველგვარი ჩარევის გარეშე ყოველგვარი მკურნალობის ან ჩარევის გარეშე თუ განვითარდა ბავშვის მდგომარეობა საშუალოდ ესე იგი 10, 11, 12 წლის ასაკიდან ბავშვი ჯდება ეთერში. სადღაც 17-18 წლის ასაკიდან მას უკვე ზედაკიდურების პრობლემები აქვს. ანუ ხელს ვეღარ ჭიქის ხელში დაჭერა აღარ შეუძლია, საჭმელს თვითონ ვეღარ ჭამს. და უკვე 20 წლის ზემოთ ეწყება და ზოგჯერ შემთხვევაში 20 წლის ქვემოთ ეწყება სუნთქვის პრობლემები და შემდგომ გულის პრობლემები, პარალელურად გულის პრობლემები და აი ეს დაავადებას აქვს ფატალური შედეგი 20-დან 30 წლამდე. ბუნებრივი გაგრძელება ამ დაავადების ასეთი არის და ესე იგი
ეს 150 წელია რაც ეს თითქმის მეტია ეს დაავადება რაც აღმოაჩინეს, მაგრამ დღემდე წამალი არ იქნა დღემდე წამალი არ არის აღმოჩენილი ამ დაავადების, მაგრამ ბოლო პერიოდის 5-6 წლის და 10 წლის განმავლობაში შემუშავდა თანამედროვე პრეპარატები, რომელსაც შეუძლიათ შეანელონ ეს ამ დაავადების პროგრესირება და თან არ ქონდეთ ის მავნე გვერდითი ეფექტები, რაც აქვს სტეროიდებს. სტეროიდებით ხდება დღემდე მკურნალობა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ სტეროიდებს აქვს მავნე ეფექტები, კერძოდ ეს არის ბავშვის გასუქება, ძვლის პრობლემა, ესე იგი ზდა არ ხდება, ზდის პროცესი ვერ ხდება, გულის პრობლემა და ასე შემდეგ. ხედულობის და ასე. მოკლედ დღეს არის მედიკამენტები, რომლებიც უკვე მოხმარებაშია თანამედროვე მსოფლიოში და ჩვენ საუბრობთ განსაკუთრებით 4 მედიკამენტზე. 4 მედიკამენტზე, რომელთანაც პირველი 2 არის რეგისტრირებული და აპრობირებული ამერიკის შეერთებული შტატების სწავლების და სურსათის აგენტოს მიერ და დანარჩენი 2 რეგისტრირებულია როგორც ამერიკული, ესე ევროპული ორგანიზაციების მიერ. აი ამ 4 მედიკამენტზე არის ახლა დღეს დისკუსია, ძირითადად მეხუთეს აღარ შევეხები, ძირითადად დისკუსია, რაზედაც ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა თავის გამოსვლაში. მედიკამენტები ხო, ეხლა მე რა მინდა ვთქვა. ესე იგი ჯანდაცვის მინისტრი ამბობს განსაკუთრებით, როდესაც საუბრობს ამ მედიკამენტებზე, იწყებს მავნე შედეგებით. ამბობს, რომ ფატალური შედეგები აქვს ამ მედიკამენტებს და განსაკუთრებით მოყავს ელევიდისის მაგალითი. ეხლა საქმე რა შეიცით, რომ თუნდაც ის მედიკამენტი, რომელიც არის გენური თერაპია, მაგას აქვს შესაძლო ფატალური შედეგი, მაგრამ ეს არის 800-დან 2-3 შემთხვევა. მაშინ როცა თანამედროვე ფარმაცევტიკაში არიან მედიკამენტები, რომელსაც 100-დან 2-3 და 5 ადამიანი კვდება. ანუ არის ეს მედიკამენტები, მაგალითად კიბოსაწინააღმდეგო იქ რაღაც გულსის დაავადებების და ასე შემდეგ კანის და არის მედიკამენტები, სადაც ფატალური შედეგები შესაძლო აქვს და პაციენტი თავის თავზე იღებს რისკს. და რაც უფრო მომაკვდინი, რაც უფრო ესე იგი საშიში და მძიმეა დაავადება, მით უფრო დაიშვება ასეთი მედიკამენტები ბაზარზე. მედიკამენტები, რომლებსაც შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, მაგრამ ეს რისკი არსებობს. პაციენტი იღებს თავის თავზე ამის რისკს. და რაც შეეხება ახლა ამ ელევიდისის შემთხვევაში, ახლა 800-დან 3-4 შემთხვევა თუ ვინა 5 იყოს, არ არის ისეთი სერიოზული მაჩვენებელი, რომ ამის გამოყენებაზე უარი თქვას პაციენტმა. ხო, ეს პაციენტის არჩევანია, ხო? და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ამ მათი ფასი. ფასი არის მნიშვნელოვანი. ყველაზე ძვირი მედიკამენტი არის ეს ელევიდის, რომელიც $3 მილიონი ფარგლებში ღირს და ყველაზე იაფი არის ვამოროლონი, რომელიც ღირს €6000 თვეში, 6000-დან 10000 ევრომდე თვეში. ჩვენ 4-ვეს ვითხოვთ და იმიტომ რომ სხვადასხვა ბავშვზე სხვადასხვა მედიკამენტი მიდის, მაგრამ არიან მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე მიდის. მაგალითად, ბოლო 2 მედიკამენტი ყველა ბავშვზე მიდის. ეხლა რა შეასახმე? სულ ამდენი ბავშვია. სულ არის დაახლოებით 100 ბავშვი. საქართველოში. კი, დაახლოებით 100 ბავშვი. ეხლა რა შეასახმე? როდესაც ჯანდაცვის მინისტრი სარჯულაძე საუბრობს იმაზე, რომ ეფექტი ნაკლებია ამ წამლების და ანუ საფრთხის შემცველი და ასე შემდეგ. ამ წამლების, ეს წამლები უკვე მოხმარებაშია. მათ კლინიკური კვლევების სტადია გაიარეს, აპრობირება მოხდა სააგენტოების მიერ და უკვე მოხმარებაშია. თან დადასტურებულია, რომ სტატისტიკურად ეს წამლები იწვევენ სიცოცხლის გახანძლებებას. 5 წლით, 6 წლით, 7 წლით და მეტი ვადით. თუ კიდე 4 წელი იყოს, თუ კიდე 3 წელი იყოს, ახლა მოხმარებაში ყველა ქვეყანაშია არა? მოხმარებაში ბევრგან არის, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსება არ არის ბევრგან. მე როგორც ვიცი, აფინანსებს 3 ქვეყანა ჯერჯერობით, ესპანეთი, იტალია და ის რომელია კიდევ ვიცი, შოტლანდია. კი ბატონო, კი ბატონო. კი. დაფინანსება, სახელმწიფო დაფინანსება შედარებით, მაგრამ შედარებით ნაკლებია და ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ ეს არის ესე იგი სხვადასხვა სქემები დაზღვევით, მაგალითად გერმანიაში დაზღვევა ფარავს. და როდესაც საუბრობთ ახლა ამ მედიკამენტების ეფექტურობაზე, სტატისტიკურად ხო 100 ბავშვი რომ მიიღებს მედიკამენტს, იქ უკვე სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ გამოიწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას 5 წლით, 6 წლით და მეტი ვადით. ეს ვადა ჩვენ გვჭირდება რისთვის, რომ შემდგომ იქნება ახალი მედიკამენტი შემოვიდეს, რომ ბავშვს შემდგომ
მოესწროს ახალი მედიკამენტი. ანუ ეს არის რბოლა, მარათონია ეს. მარათონია, სადაც ფინიშამდე უნდა მიასწრო, აი რაღაც იმამდე, რაღაც ნიშნულამდე უნდა მიხვიდე ამ დროში. თუ ვერ მიხვედი, მაშინ უკვე ჩაგითრევს ეს დაავადება და უკან და ახალი მედიკამენტი, ახალი წამალი ვეღარ გიშველის. ანუ ეს არის მარათონი. ეხლა ეს ხელისუფლება რო იძახის, რომ ჩვენ ვიკვლევთ და ჩვენ ჯერ კიდევ სწავლობთ და ასე შემდეგ. რა სწავლობს? 2 წელია სწავლობს კაცო. რა სწავლა ჭირდება ამას? რა არის ამდენი სწავლება? ამათ რა უნდა შეისწავლონ კაცო, ესენი არც წამალს მოიგონებენ და ამათ სადავ. და ამასობაში სანამ ესენი სწავლობენ, რა ხდება იცით? სანამ ესენი სწავლობენ, მანამდე ის ბავშვები, რომლებსაც დღეს არიან ფეხზე მოსიარულე და უკვე გადადიან ესეთ ეტლისკენ მიდიან უკვე ის ბავშვები გადავლენ ეტლში. ეტლიდან მერე ბავშვი ფეხზე ვეღარ დადგება. ამისი შანსი უახლოეს მომავალში ნაკლები დაბალია. უახლოეს მომავალში ეს ძალიან ის არის, რა ქვია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეტლიდან ეტლში ჩამჯდარი ბავშვი რაიმე ახალმა მედიკამენტმა ფეხზე წამოაყენოს. და ბავშვი, რომელიც უკვე სუნთქვის პრობლემებით არის, იმას უკვე იმისი უკან მოტრიალება ასევე ძნელია. შესაბამისად, იცი რა ხდება მშობლებში? მშობლებში ხდება ესეთი რამე, მშობელი ნატრულობს, მშობელი რომელიც ხო, აი მშობელი რომელიც რომლის შვილის დადის ნატრულობს, რომ არ მინდა სირბილი, მე არ დავეძებ ჩემ ბავშვის სირბილს, ოღონდ აციაროს. ის მშობელი, რომლის ბავშვიც დადის, ის ამბობს, ის მშობელი, რომლის ბავშვიც დადის, მაგრამ კიბეებზე ვერ ადის, ის ამბობს, რომ არ მინდა კიბეებზე ასვლა, ოღონდ სიარული შეძლოს. ის მშობელი, რომელიც ბავშვიც ეთრშია, ის მშობელი ამბობს, რომ აღარ დავეძებ სიარულს, ოღონდ ეთრში იყოს და დიდხანს იცოცხლოს. ის მშობელი, რომლის ბავშვიც დაწოლილია, ის მშობელი ნატრულობს, რომ არ დავეძებ ეთრში ჯდომას, ოღონდ იცოცხლოს და დაწოლილი იყოს. აი ესეთ მდგომარეობა არის მშობლებში. ჯანდაცვის მინისტრი, საიდან გპასუხობთ თქვენ ამას? იყო თქვენთან მოსული? გაგესაუბრათ? ჯანდაცვის მინისტრთან ვიყავით დაახლოებით 2 თვის წინ, ბოლოს შეხვედრა შედგა და რასაც ამბობს დღემდე, იგივე თქვა, რომ ჩვენ სწავლობთ, ჩვენ შევისწავლით, ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის მიღებას და ეს იყო და ეს რა. ერთადერთი ახლა რაც ბოლო 1 კვირის წინ გამოაცხადა, იყო გამოკვლევები, უფასო, ანუ დაფინანსება პერიოდული გამოკვლევების, რომელიც არის აუცილებელი, იმიტომ რომ ამ დაავადების მართვა სჭირდება მრავალ მხრივი გამოკვლევები წელიწადში 2-ჯერ მაინც. და ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალების მიერ, უნდა გაკეთდეს აპარატურით და ასე შემდეგ. ამიტომ მართვა საჭიროებს პერიოდულ კვლევებს და ესეც კი დღეს მშობლებისთვის არის ხელმიუწვდომელი, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ არის ასე თავმოყრილად ის ერთად და მეორე ფინანსურად არის ძალიან რთული ტვირთი. აი თქვათ და სახელმწიფო თანახმა გახდა და ჩამოვიდა ეს წამლები. აი მე რა ხდება, მე მაინტერესებს ესეთი კითხვა დაგისვათ. ამ წამლის მიღების დროს საჭიროა თუ არა ექიმის სპეციალისტი, რომელიც აკონტროლებს, რომ უკუჩვენება არ გამოიწვევს ან რაღაცა და რაღაცა ის არ ყავს და ყავს ჩვენ ეგ სპეციალისტები საკუთარ. გააჩნიათ მედიკამენტს გააჩნია. აი მაგალითად იმ გენურ თერაპიაზე. თქვენასაც ითხოვთ. ხო, არა, გააჩნია 4 მედიკამენტი. აი მაგალითად გენურ თერაპიას სჭირდება სპეციალური სპეციალიზაცია, სპეციალისტების რომელიც ჩვენ არ ყავს. რომელს გადამზადება ჭირდება. თუ არ გადაამზადე არც გეყოლება. ჭირდება შესაბამისი მატერიალური ბაზა, ჭირდება სპეციალისტების გუნდი და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მე გეტყვით ასეთ. აი უყურეთ ძალიან რთულ კამერას. კი, მაგრამ მე გეტყვით ასეთ რამეს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც შეიძლება ამ მედიკამენტმა გაუხანგრძლივოს სიარული და ცხოვრება, გენური თერაპიაზეა საუბარი, 3 მილიონი როლის, ხო? კი. რომ შეირჩეს რამდენიმე ბავშვი, რომელსაც ყველაზე უფრო ეფექტურია გენური თერაპია და გაიგზავნოს შესაბამის ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯებით. 4 ბავშვი მაგალითად გაიგზავნოს იმ ქვეყანაში. არაბეთში კეთდება მაგალითად, იმაში დუბაიში კეთდება ეს გენური თერაპია და სხვა ქვეყნებში ახლომახლოში არის. და იქ გააგზავნოს სახელმწიფო, შეარჩიოს 4 ბავშვი მაგალითად ყველაზე უფრო რომელსაც უდგება ეს გენური თერაპია და გააგზავნოს. ჩვენ ამაზე თანახმოვართ და დანარჩენებს შევხვდეთ მაგალითად ის სხვა მედიკამენტები, რომლებიც აქ შეიძლება გამოიყენებული იქნეს იგივე გამოროლონი, ჯივინოსტატი და ასე შემდეგ და ეს ეგზონების გამოტოვება. ხო, მე ვკითხულობდი თუ რატომ არის ეს ძვირი, რადგან იშვიათი ავადმყოფობაა და მოთხოვნა ბაზარზე ცოტაა.
ამიტომ ეს სამლები ძალიან ძვირიღის. მაგრამ აქ სიძვირეზე აღარ არის ლაპარაკი, როდესაც არ უნდა იყოს საერთამაზე ლაპარაკი, როდესაც ბავშვების სიცოცხლეს ეხება და მთავარი ის არის, რომ ეს ანელებს ამ პროცესს, ავადმყოფობის პროცესს და უხანგრძლივებს ბავშვს სიცოცხლეს და ამასობაში უკვე იქ მიდის ამ მედიკამენტების ბაზაზე მუშაობა, რომ შეიძლება განკურნებადიც გახდეს მალე, ხო? ამასობაში თუ განკურნებადი გახდება და თქვა 2-3 წელიწადში ეს წამალიც უკვე შეიქმნება, მანამდე ხო უნდა მიხვიდე და აი ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც აი ამ წამლის შეიძლება ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს. და რა ვიცი, არ დატოვებდნენ არც ერთ ქვეყანას ალბათ ჩვენი მაღალჩინოსნები, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მათ რომ ყავდეთ ხო ესეთი ავადმყოფი ოჯახში, ყველაფერს გააკეთებდნენ და აუცილებლად. აი ახლა ჩვენ რომ მილიონერები გვყავს ხო? მათ რომ ეს დაავადება ჭირდათ, ისინი მაშინვე გადააფრენდნენ შესაბამის კლინიკებში ამ ბავშვებს და ისინი არ იტყოდნენ, რომ აიმე შეიძლება უსაფრთხოების პრობლემა. სარჯველეზესავით ნამდვილად არის საუბრები. სარჯველეზესავით ისინი არ რაც შეეხება უსაფრთხოებას, სოფლის არის, მშობლის გადასაწყვეტია ეს ახლა. ის გარისკავს თუ არა, რომ 401 ბავშვი თუ 301 ხო, შანსი იყოს, კი. და მე მაგას მართლა ჭირდება იქ ადგილზე ჭირდება სერიოზული სპეციალისტები დაკვირვება, შემოწმება და ასე შემდეგ. მაგას დამატებითი ხარჯები აქვს ასე. აი, რა მაინტერესებს სიტუაცია გახარ. ეხლა ეს დაავადება მარტო ჩვენთან ხომ არ არის, ხო არის თქვა აზერბაიჯანში, სომხეთში. ვიყავით აზერბაიჯანში. იქ რა მდგომარეობა? აი, ეგ მაინტერესებს იქ სახელმწიფო რასაკეთებს. აზერბაიჯანში ჩვენზე უარესი მდგომარეობა არის. ანუ ჩვენ მშობლები, არა, სახელმწიფო იქ, ანუ მშობლები იქ, მშობლებიც კი თვითორგანიზებული არ არიან ისე კარგად როგორც ჩვენ. და სახელმწიფოსთან არ აქვთ ის არ ქონიათ იმ დოზის კომუნიკაცია, როგორც ჩვენ უფრო მაღალი დოზის კომუნიკაცია ქონა სახელმართალია ვერაფერი ვქენით. ერთადერთი იყო ის, რომ შიშიმ პირების სტატუსი მიეცათ ამ ბავშვებს და დიაგნოზისთანავე ერთადერთი ეგ მივიღეთ შედეგად. და სხვა ახლა ინდივიდუალური კეისები, მაგალითად ლიფტის დაყენება სადარბაზოში ან ამწეაპ აპარატურის შეძენა, ესენი შეიძლება დააფინანსოს ადგილობრივმა მერიებმა, მაგრამ ეს ხდება ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაში და ამას ბევრი რაღაცა ჭირდება, ფურსლები და რაღაცა ჭირდება, მაგრამ რაც შეეხება მკურნალობას, აზერბაიჯანშიც არ აქვს უკეთესი მდგომარეობა. აი, ვინმე თუ იყო ან პოლიტიკოსი ან ვინმე, თქვათ, ან მოქმედი რო არ არის, მოქმედები უფრო არ მოდიან და ან მოქმედი რო არ არის, თუ ვინმე იყო, რომელსაც თანადგომა გამოგიცხადათ. პოლიტიკოსები კი მოდიან პერიოდულად პოლიტიკოსები. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ვინმე. ნუ რა ვიცი, ახლა ლევან ცუცქირიძე იყო მაგალითად ჩვენ აქციაზე ეს თავისუფლების მოედანი, იყვნენ ახლებიდან თუ არ ვცდები, იყვნენ ამ კოალიციიდან, ქალებმა გაათენეს ქალმა პოლიტიკოსებმა გაათენეს. ყოფილი დიდი პოლიტიკოსები არავინ? ყოფილი ვინ იყო ვერ გეტყვით ახლა. შეიძლება იყო, იმიტომ მე ხო 24 საათი იქ არა. ზურაბიშვილიც გავიგე რომ მარშებზე დადის. ჩვენ მარშზე, მე მგონი ჩვენ მარშზე იყო. შეიძლება იყო. იქ იყო. ჩვენ ხო შაბათის მარშზე. თვითონ რა სიტყოდა სალომე ზურაბიშვილი ასამბლობდა? ნუ ხალხს გიჭერდა. კი, რასაკვირველია რა. კი. და მე რა მიკვეციც ეს ხო ახალი არ არის ეს ამბავი და მე ცოტა მაგას სხვა თვალით შევხედე ამ მომენტს, იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკოსებმა იციან ხოლმე ესეთი ქცევები აქვს მათ. რომ ესე იგი თვითონ რო აღარ არის უკვე ხელისუფლებაში, მე უკვე ყველაფერს იმათ ხედავს ხო და სხვანაირად ხედავს, თვალებს გაახელე ხოლმე და სალომე ზურაბიშვილი ხო იყო პრეზიდენტი და საფრანგეთში მით უმეტეს ხო იქიდან ეს წამლები ხელმისაწვდომი. ჩვენ მაგ დროს ახლა რო არ დავაბრალოთ ადამიანს, ჩვენ მაგ დროს რატო შესანიშნავი ის კონდა ურთიერთობა მაგას. ხო, ჩვენ არ ქონია მაგ თემაზე სალომეს დროს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ჩვენ მშობლები გავერთიანდით სადღაც 2 წლის წინ დავიწყეთ ერთობლივი მოქმედება. მანამდე საერთოდ ერთმანეთსაც არ ვიცნობდით, სახელმწიფოსთანაც რამე განსაკუთრებული ურთიერთობა არ ჰქონდა და ასე რომ მაგას ვერ დავაბრალებთ. ხო, ეხლა მე რამდენიმე ადამიანს გავესაუბრე კიდევ და ესეთი რაღაცა მითხრეს, რომ ეს დაავადება ისეთია, რომ ესე იგი ძალიან კარგია ამ დაავადებისთვის ფიზიოვარჯიშები. კარგია ასევე ცურო. თან კიდევ მე ეხლა ისიც გავიგე, რომ
ის რო არის ვიზიტი ექიმთან თუ იყო აქამდე 100 ლარი ახლა გონი 300 ლარი აუხდი კი გაძვირდა აი ამის მოთხოვნა თუ დაუყენეთ თავრობას ესეც წამალი ხო არ არის აი ამის რო აი ამ მაინც რო აბსოლუტურად კომფორტი გქონდეთ ბავშვებს ფიზიო ვარჯიშებიც გქონდეთ რა ქვია ცურვაზე იყოს რაღაცა კომპლექსი რომ ბავშვები მიიყვანოთ და იმას ქნათ იქ ასევე აი უფასო რო იყოს და ხელი შეუწყოს რომლეც რომ კონსულტაციები აბსოლუტურად იყო როგორ არა ეგ ეგენი მინისტრთან შეხვედრა აბარა მინისტრთან შეხვედრა ისმებოდა ეგ საკითხები და შედეგი არის ის რომ რაღაც ინდივიდუალურად ეხლა ამ ბოლო დროს როდესაც შევაწუხეთ ჩვენ საჯარო გამოსვლებით სათითაოდ დაუკავშირდნენ ოჯახებს და შეთავაზეს გარკვეული სერვისები, მაგრამ აქ უკვე მეორე პრობლემაა რა, რომ ჩვენ ესე იგი მშობლები ერთიანად ვითხოვთ ამ ყველაფერს და თუ ანუ სახელმწიფო რომ მოდის ამ კომუნიკაციაზე, ეს თლიანი პაკეტი უნდა იყოს, ყველაფერი უნდა შევიდეს ამ პაკეტში თავის წამლიან, თავის შემკურნალობიან კვლევებით და ასე შემდეგ. ეხლა რაც გამოაცხადა სამინისტრო მაგალითად იყო რომ კვლევებს დაგიფინანსებთო ეს ხო იყო. რაც შეეხება დანარჩენებს კიდე მაგის გარდა ბევრი რაღაცები. არა, გავიგე. ბევრი პრობლემები გვაქვს. თუნდაც ხო ამწე აპარატები, სასუნთქი აპარატები, პანდუსები, აი ახლა ბიჭი არის მაგალითად. აი მე რას ვამ კონკრეტულად რომ დაუყენოთ თავრობას, რომ აი ესეც გაინტერესებს ხო ეს. არ გეტყვით მაგაზე მშობლები ჯერჯერობით აი მთლიანობაში მაგის გარეთ გამოტანისგან თავს იკავებდნენ და რატო? იმიტომ რომ ამბობდნენ ესეთ რამეს და სტრატეგია იყო ასეთი რომ ჩვენ ეს საკითხები დავაყენოთ ახლა და რო ვთქვათ ტელევიზორში რომ ეს გვინდა ხელისუფლება აიღებს და იმ ყველაზე ადვილი გასაკეთებელი რაც არის იმას გააკეთებს ეს თავარი დარჩება გვერდზე იყო ეს სტრატეგიაც რა აი დაუშვათ იმ პრობლემას აი ცურვა თუ ფიზიო და ასე შემდეგ იმას მიიწერს იმას და ეს თავარი დარჩება ამიტომ მშობლები ახლა ამას ჯერჯერობით იმ დამატებით საკითხებს რა ძალიან ბევრია ამას აქტიურად არ უკეთებენ იმას რა ქვია ტირაჟირებას იმიტომ რომ თავარი მოთხოვნა არჩება ესე იგი მედიკამენტები გამოკვლევები რომელიც განაცხადეს რომ გააკეთებენ და პარალელურად იქნება ეგ საკითხებიც ახლა ჩვენ ვიტო ვითხოვთ ახლა ამდენი ხანია ორი თვეა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას რო ვითხოვთ რომ ეგ საკითხები ყველა ერთად ადგეს მე სახელმწიფო მოკლედ რა არის იცი ეს ბავშვები უნდა იყოს სახელმწიფო აღრიცხვაზე რეალურად სახელმწიფო აღრიცხვა სამედიცინო აღრიცხვაზე რაც იმას ნიშნავს რომ მათი ყველა საჭიროება უნდა იქნას შესწავლილი დადგენილი და სახელმწიფო უნდა იზრუნოს ამის დაკმაყოფილებაზე რატო რაშია იცით საქმე როდესაც ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ეს არის ბავშვი ჩვენ გვაქვს ბავშვთა უფლებების კონვენცია ჩვენ გვაქვს ბავშვთა კოდექსი ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია ბავშვზე როცა არის საუბარი იქ უკვე სახელმწიფოს ვალდებულება ირთვება პირველ რიგში ბავშვის სიცოცხლეზე როცა არის საუბარი საერთაშორისო სამართლებრივი და კონსტიტუციური და შიდა სამართლებრივი ვალდებულებით ეს უკვე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ხო და ამიტომ აქ სხვა არ არსებობს ხანაირი რაღაც მექანიზმი დააკვირდით აი ყურადღებით ალბათ ვინც უსმენთ პატრიცემულო მეგობრებო მაყურებლებო რასთან გვაქვს საქმე ესე იგი ნებისმიერი პრობლემა რომელიც სახელმწიფომ თავისით უნდა გადაჭრას აი თუნდაც ამაზე რომ საუბრობთ ეხლა რომ სასარგებლოა ფიზიო ვარჯიშები რომ მათ ესაჭიროებათ უნდა ქონდეთ ბასეინი რაღაცა რომ ცურვა სასარგებლოა რომ მათ უნდა ქონდეთ უფასო კონსულტაციის საშუალება რადგან სისტემატიურად ესე და თანაც ბევრი არ არის ესეთი ავადმყოფი ამას ყველაფერს სჭირდება გაფიცვა წვიმაში ხარში პროტესტი ხო პროტესტი გაფიცვა შეკრება გაფიცვა აქცია უნდა ესე იგი მიაღწიო თუ მიაღწიე ისეთ მთელი ძალისხმევი ჩვეები უნდა დაგჭირდეს ხან მარშები მართო ხან ის მართო სად არის სახელმწიფოს ვალდებულება სად არის სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობა სად არის ხელისუფლებისა როდესაც არჩევნებია და სამოთხესავით დაგიხატავენ მომავალს ხოლმე რატომ თავისით არ აკეთებს რატო ჭირდება ამას გაფიცვები ეს არის ის ჯანდაცვის მინისტრმა რომ ეს აუცილებლად ჭირდება ამ ასამდე ბავშვს რა გაუხდათ ხო ყველა ჩინოვნიკი არის მილიონერი ყველა პარლამენტარი არის მილიონერი
ყველას კამი ناقიდი აქვს. და ეს ჩვენ 1 მილიონებზე კი ვლაპარაკობთ, მილიარდერები ძალიან ბევრი გახდნენ საქართველოში. ხო და ამ დროს აი რაღაც 100 ბავშვია სულ მთელს სახელმწიფოში. ხო და ამას ჭირდება გაფიცვები თურმე რომ ფიზიო ვარჯიშები დაუნიშნონ და ბავშვმა იმაში იბანოს. ხო, არა, ფიზიო ვარჯიშებზე ჩვენ გაფიცვები შეიძლება არ დავჭი და აქციები შეიძლება არ დავჭირებოდა, უბრალოდ ხო გეუბნებით, მშობლების აქციები ჩვენ დავიწყეთ გამომდინარე ამ ორი მთავარი მოთხოვნიდან, თორე მაგ შემთხვევაში, მაგრამ იდეაში ეგეც სახელმწიფოს თავისით უნდა მოეგვარებინა, ეგეც უნდა მოეგვარებინა. იმდაც ეს კაცო კონსულტაცია 100 ლარი გახდა და კი არ შეაწევს. გააძვირეს და 300 გაუყადეს ჯარიმებით, ხო და ეგეც 100 ბავშვის აი თქვენ მათხოვრებო, აი ხელისუფლებას მიმართავ, აი თქვენ მათხოვრებო თქვენ 100 ბავშვს რო 200 ლარით მეტი გადაახდებინო. სულ რამდენია, აი დაფიქრებულ ხართ მაგაზე? აი სირცხვილი აღარა გაქვს საერთოდ. ნუ არ ვიცი მე, აი ამის შემდეგ შეიძლება თქვა რომ ეს ანტიხალხური მთავრობა არ არის, ხელისუფლება არ არის. იცით რა არის მე ახლა მაგ საკითხებზე ბევრი მშობელი არ საუბრობს, მაგრამ მე პრობლემა არა მაქვს, იმიტომ რომ მე რატომაც არა, კაცო, თუ ითხოვთ ისიც უნდა დააყენო და ისიც უნდა დააყენო და დავდგეთ და საყოველთაო იმაში გადავიტანოთ ეს მოთხოვნა. 100 ბავშვია სულ. რა გახდა 100 ბავშვის ის რომ აი ეს ამითი შეუწყო ხელი. მე დიდი ხარ მე მაგ თემაზე უკვე ტელევიზორში დიდი ხანია ვლაპარაკობ, სანამ დიუშენზე აქციები დაიწყებოდა. ამიტომ მე ჩემას ისევ გავიმეორე. ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელმაც დაკარგა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება დაკარგა. ხო, დიდი ხანია. არც ქონია და დაკარგვა ის არის რომ გექნება და მე დაკარგავ, მაგრამ როდის ქონდა არც ერთი ხელისუფლებას მოყოლებული შევარდნაძიდან სააკაშვილი, ივანიშვილი, არც ერთს არ ქონია პასუხისმგებლობა და ის იმიტომ ეს ქვეყანა გაპარტახებული და ანუ რა ხე როგორ არის ჩვენ ქვეყანა მოწყობილი უნდა იყოს ასე. ხო, პოლიტიკური კონკურენცია ხო უნდა არსებობდეს. რომ ის ხელისუფალი რომელიც ასეთ რამეს აკეთებს, ისეთი დოზით შეიძლება დაკარგოს რეიტინგი, რომ მას ფულის გადახდა ურჩევნოდეს რეიტინგის დაკარგვას. ანუ არჩევანის წინაშე რო დგას ხელისუფალი და ფიქრობს რომ აი ამ ბავშვების დასახმარებლად მე მჭირდება დაუშვათ 50 მილიონი დაუშვათ. თუ ეს 50 მილიონი მე არ გამოვძებნე, მაშინ ისე დავკარგავ მე რეიტინგს მოსახლეობაში, რომ წავაგებ 2028 წლის არჩევნებს დაუშვათ. ხო, მე ამ არჩევნებზე კატასტროფულ შედეგებს მივიღებ, იმიტომ რომ მოსახლეობა ხარს აღარ დამიჭერს სიტყვის, რომ ვინ არიან გასულ მკვლელები, ვინ არიან ესენი ბავშვებს არ ინდობენ და ვინ დაინდობენ. ანუ ხელისუფლება რომელიც რეიტინგზე ზრუნავს, ამას არ გააკეთებს და მე მგონი ეს აღარ არის ხელისუფლება, რომელსაც რეიტინგი აინტერესებს. და ეს არის პრობლემა, ეს სერიოზული პრობლემა. ყველა ხელისუფლებას დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ არ დაკარგოს რეიტინგის, რა ქვია იმას, ხალხის დობა არ დაკარგოს და თუ არ გაინტერესებს ხალხის დობა, მაშინ რა წამოწვევი და იტყვი რომ რაც გინდა ისქნა, რაც გინდა ისქენი, გინდა ქუჩაში გადი, გინდა აპროტესტე. აგერ ბატონო ჩემო, ეს კარვის და პუფის შეტანა გუშინ ერთი ამბავი დაგვაწიეს პოლიციას, იმ რიგით პოლიციელებს რას ვერჩი ბრძანებას ასრულებდნენ და თვალებში ძლივს გიყურებდნენ ის რიგითი პოლიციელები, თვითონ ეცინებოდათ რაღაც სისულელებზე 20 პოლიციელი დააყენეს ესე პუფის წინ, ანუ პუფის შეტანაზე დაგვიდგა წინ 20 პოლიციელი და 1 საათი კამათობდით პუფის შეტანა შეიძლება თუ არ შეიტანება საზოგადოებრივ სკვერში. და საათითაოდ გავიარეთ ის კანონის მუხლები და ვეკითხები ბიჭო, აი ამ კანონით მიგრძალავ, ამით მიგრძალავ, ამით თუ ამით მიგრძალავ. ერთსეთი კონკრეტული მუხლი და პუნქტი ვერ მითხრა და მეუბნება ბოლოს ერთმა მითხრა რომ კანონი რა შეშევა ესეთ რაღაც წამოწდა. უცვლელად წამოწდა, იმიტომ რომ ის უკვე მიეჩვია ესეთ აზროვნებას, რომ ზემოდან ანუ რაც არის დირექტივა, ის დირექტივა უნდა შეასრულოს და დირექტივა უფრო მაღალია ვიდრე კანონი. ასეთ აზროვნებასაც მიეჩვია პოლიციელი და მე უცვლელად წამოწდა ესეთი რაღაცა. ხო და ეს არის აქ კიდე სხვა მომენტიც არის რა. ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, სადაც თვითონ პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ხელისუფლებას არ უნდა რომ რაიმე პროტესტი არსებობდეს და ხმაურით მიიღო რამე შედეგი. ანუ მაგალითად არის რაღაც ხალხი, არის რაღაც ფენა, რომელიც გაჩაგრულია, ხო? გამოდის ქუჩაში, იბრძვის თავისი უფლებებისთვის და იმარჯვებს. აი ეს პრეცედენტი თუ ახლა შეიქმნა ადამიანებმა თავის უფლებების დასაცავად იბრძოლეს ქუჩაში და მიიღეს შედეგი, აი ეს პრეცედენტები თუ შეიქმნა, მერე გამოვლენ
მაღაროელები, მერე გამოვლენ მეშახტეები, მერე გამოვლენ ეს რა ქვია ესენი რა ქვია პაციენტები რომ კონკრეტული პაციენტები და ასე შემდეგ ხო? დაი კარგით. დავუშვათ ეხლა კვლავ გაგრძელდა ასე და არ მოგაქცია ყურადღება არავინ კიდევ რამდენიმე ხანი. კი. როგორ აპირებთ აი გაგრძელებას, პროტესტის გაგრძელებას როგორ აპირებთ მომავალში? რასდები? იცი რა არის თვითონ მშობლებშიც არის სხვადასხვა მოსაზრებები. ზოგიერთი მშობელი უფრო რადიკალური ზომების მოხრეა, შიმშილობა, უფრო რადიკალური ფორმები, მაგრამ მეორე საკითხი რა არის რომ ჩვენ ახლა შიმშილობა დავიწყოთ ახლა ხო? ეს ბავშვები ხო მის მოსავლელია ხო? ჩვენ ყოველდღე ხო უნდა მოვუარო ჩვენ შვილებს. მე იმასაც ვეღარ მივხედავთ. აქაც არა, შიმშილით არ შეუწუხდებათ გულ თქვენ რომ შიმშილობა დაიწყოთ. გაგერ მაღაროელები ხო შიმშილობდნენ მან. ხო. იქ შიმშილობდნენ ჯერ მე 20 დღე იყო გონი რომ წამოვიდნენ 20 დღე იქ შიმშილეს ჭიათურაში. მე აქ გამოვიდნენ აქ გააგზელეს კიდევ. დაახლოებით 2 კვირა. არავინ არ გამოხედა. არავის არ შეუწუხდება გული თქვენზე რომ შიმშილობა დაიწყოთ. არა, აბა გულის შეწუხების ხო მაგას მიულებს მაგაზე. კი, არა, გულის შეწუხება რო არ იქნება მაგის ესე მგონია მეც. უბრალოდ აქ საუბარია რომ საზოგადოება გამოაფხიზლო. ახი გამოაფხიზლოს ვარიანტი. თუმცა ესეც არ არის ძალიან ადვილი ამბავი. ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ჩამოყალიბდა და უпростоად ჩვენი საზოგადოებაში არის ორი მიმართულება რა. სხვისი ჭირი ღობეს ჭირი მიმართულება, რომელიც საკმაოდ უკვე ფეხგადგმულია. ადამიანებს უკვე აქვთ ეს განცდა, ნაწილს აქვს განცდა, რომ არავის არაფერი არ შეიძლება, ჯობია ჩემ თავს მივხედო. ჯობია ჩემ თავს მივხედო და ამ ქვეყანას მაინც არაფერი არ შეიძლება. და მეორე მიმართულება არის, რომ ჩვენ უნდა ესე იგი ერთად უნდა დავდგით ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის ერთმანეთის დასახმარებლად და ამით ქვეყანას გადავარჩეთ. ხო და ეხლა ეს ჩვენ გავართ ახლა გზა შესაყარზე. ჩვენ არ წავალთ იმ სხვისი ჭირი ღობეს ჭირის მიმართულებით და ყველას გაუჯდება ეს განცდა. ან წავალთ იმ მიმართულებით, რომ ერთმანეთთან დგომა არის პრობლემის მოგვარების აუცილებელი გზა და თანაგზნობა და თანადგომა და სოლიდარობა და კონსოლიდაცია. ან მაგ მიმართულებით წავალთ. ეს შეიძლება არ იყოს გამოცდაც, ანუ რაღაც ისტორიული გამოცდა, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაბაროთ. და ეს ჩვენი ბავშვები ამ შემთხვევაში მოექცენ აი ამ გამოცდის ეპიცენტრში. ჩვენი ბავშვები მოექცენ ამ გამოცდის ეპიცენტრში და საზოგადოება რას იზამს ახლა ჩვენ ბავშვებს მიატოვებს და იტყვის რომ აჰა ვერაფერს ვერ უშველით მაინც და არაფერი ეშველებათ ამ ბავშვებს ან საზოგადოება გვერდში დაუდგება იბრძოლებს და კიდევ უფრო გადიდება გაბევრდება და ასე შემდეგ. ეხლა მარში რო ქონდა ჩვენ მაგალითად ბოლოს ყოველ კვირას გვაქვს ედიუშენის მარში. ეხლა ესე გამოვაცხადეთ. და მე ვთქვი ასეთი რამე რომ არანაირი სიმბოლიკა არ მოიტანოთ ჩვენ მარშებზე, რომელიც იწვევს ადამიანებს შორის განხეთქილებას. ზოგს მიშა არ ევასება კაცო ეს მიშა ხო? მიშას ბანერი ზოგსია ძალიან ბევრს ადამიანს არ მოწონს მიშას ბანერები და იძახის რომ ხო მიშას ბანერს თუ აფრიალებ ხო? მე იქ არ მივარ იმაქციაზე. კიდე ზოგი ამბობს რომ სხვადასხვის მე ძალიან ბევრმა მისაყვედურა რომ შენ რო ამბობ რომ სიმბოლიკას რომ ევროკავშირის დროშა რომ მოვიტანო რაო? ევროკავშირის დროშა. მე ვთხარი მოიტანე ხა ევროკავშირის დროშაზე ხო არ იმას ხო რა ქვია ხوار გავჭედა უკაცო და ასე შეხა ევროკავშირის დროშას და რა ვიცი ხო 1000 რამეა რა შეიძლება ადამიანმა თვითონ მოიტანოს თავის სიმბოლიკა მაგრამ მაინც ასეთი რაღაცა ვთქვით რომ ამ აქციაზე რა საჭიროა ან ევროკავშირის დროშა ან რა ქვია იმაზე კიდე ნებისმიერი სახელმწიფო და არა ხო მესმის არა რა ის არა მესმის აბსოლუტურად არაპოლიტიკური აი პოლიტიკური ქულების და მაგაზედაც იყო პრეტენზიები რომ პოლიტიკური ქულების დაწერა აფუჭებს საქმეს არა გეტყვი მაგაზედს რომ იყო მაგაზის პრეტენზიები რომ თქვენ მშობლები და მე არ ვამბობდი მაგას მაგრამ ზოგიერთი მშობელი ამბობს რომ ჩვენი მოთხოვნა არ არის პოლიტიკური და ჩვენ პოლიტიკურ მოთხოვნებს არ ვაყენებთ ასე რატო ამბობთ რომ არ არის პოლიტიკური წამას რო ითხოვ აბა 100 მილიონიან წამას რო ითხოვ ბიუჯეტიდან პოლიტიკური მოთხოვნა აბა რა არის აი ეს პრეტენზიებიც იყო ამ ჩვენი მშობლების მიმართ მაგრამ ეხლა მშობელი რომელიც ამ მდგომარეობაშია ხან ისე იტყვის ხან ასე იტყვის ეს ის იმათ რაღაც ხო არა თეორიის და სახელმწიფოების დონეზე ყველა ხო არის საუბარი და მეორე საკითხი იგივე ახლა თუნდაც აი დროშებთან დაკავშირებით რა პირდაპირ ვიტყვი რა რომ
კაცო, ხო, პრეტენზია და რა იყო, იცით, აი ჩვენს მიმართ, ისე რომ თქვენ ხო წამას ხო ევროპიდან ითხოვთ, ხო და ეხლა მე რო ევროკავშირის დროშა მქონდეს რო აქციაზე რა პრეტენზია გქონდა? ნუ თხა არ მაქვს პრეტენზია, რომ მოიტანეთ ევროკავშირის დროშა, არ მაგაზე არაფერს არ გეტყვით, მაგრამ თლიანობაში მე განცხადება რო გავაკეთე, კიდევ ერთხელ განმარტავ აქ თქვენს მაყურებლებთან, რომ და სხვათა შორის ამ ჩვენ აქციაზე არც ქონდა ვინმე სხვა დრო შეგვიტანა. განცხადება რო გავაკეთე, ეს განცხადება იყო ასეთი. ნებისმიერი სიმბოლიკა, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასთა სხვადასხვაობას, თქვენ თვითონ იფიქრეთ, რა არის ეს სიმბოლიკა, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასთა სხვადასხვაობას. თქვენ თვითონ იფიქრეთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. იმიტომ რომ საქმე ეხება ბავშვებს. ერთი თემა, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს. ხო და დანარჩენი ახლა ამის იქეთ ქართველები ხო ვართ ყველა რა. ქართველები ვართ. ბავშვები ხო ყველას გვიყვარს. ბავშვების გადარჩენა ხო ყველას მინდა. ხო და ახლა ავიღოთ თემა, რომელიც გვაერთიანებს და აი ამ თემის ირგვლივ გავერთიანდეთ. მერე ავიღოთ მეორე თემა, რომელიც გვაერთიანებს და იმ თემის ირგვლივ გავერთიანდეთ. მერე მესამე თემა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ქართველებმა ზოგადად უნდა მოვძებნოთ გამაერთიანებელი წერტილები, რათა ეს პრობლემები დავძლიოთ. თუ ასე ყოველთვის რაღაც გამყოფი ხაზები იყო ჩვენ შორის, მე ქართული ოცნება მაგას აკეთებს სხვათა შორის. ქართული ოცნება სპეციალურად ქმნის და აძლიერებს გამყოფ ხაზებს და თუ არ არის გამყოფი ხაზი, იმას სპეციალურად გააჩენს. ან სპეციალურად გააძლიერებს. მაგას ვაკეთებთ ახლა ბატონო კახა, ჩვენ იცით რომ ვართ არაპარტიული გაერთიანება. 24 მაისს ჩვენ მაგას ვაკეთებთ ახლა რუსთაველის ზეგთან. კვირა დღე არის საღამოს 18 საათზე. და ასეთი მოთხოვნებია, რომელიც ქართველებს დიდი ხანია უკვე აწუხებს. 24 საათის განმავლობაში ელექტრონულად იყიდება საქართველო. აი საქართველოში არსებული მიწები. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ხელი მოუწერეს გალფის ქვეყნებს, ეს გალფის ქვეყნებია საუდის არაბეთი, ემირატები, კუვეიტი, ომანი, ბაჰრეინი და რომელიღაც გამორჩა კიდევ კატარი. აი ამ 6 სახელმწიფოს ვიზა თუ აქვს იმ 17 სახელმწიფოს, აფრიკული სახელმწიფოს და აზიური სახელმწიფოების იმ ქვეყნებს, რომლებზეც აი ამ გამყიდველმა მთავრობამ ხელი მოაწერა და არა მხოლოდ ვიზა ბინადრობის მოწმობა რო გქონდეს ნიკარაგუელს, ყატარისა, მაგაშუაში ვართ ჩვენ. შეუძლია საქართველოში ვიზად შემოვიდეს, გესმით? ეხლა ეს სახელმწიფოები 17 არის მილიარდამდე მაცხოვრებელი. მილიარდამდე ადამიანი რო აქეთ დაიძრას. სულ ყველა არ წამოვა მართალია, მაგრამ ამ პატარა სახელმწიფოსთვის რაღაცა ნაწილო დაიძრას, აქ იქნება წალეკავს ის მიგრაცია მით უმეტეს ცეცხლშია გახვეული აქეთ ახლო აღმოსავლეთი და ისევ შეიძლება განახლდეს ახლო მომავალში. მე აგერ ნახეთ არაბული ქალაქების შენებლობა დაგვიანოს ეს კვარტლები უნდა აშენონ კიდევ. დავით გარეჯი ვერაფრით ვერ გავარკვიეთ, გაიყიდა თუ არა. მოკლედ ჩვენ აი კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ამდენი ბინადრობის მოწმობების გაცემა. საერთოდ კატეგორიულად აი სასწრაფოდ უნდა დაიხუროს ეს თემა და აიკრძალოს. სულ უცხოელები ბინადრობის მოწმობებს ანიჭებენ და ყიდულობენ ახალ ბინებს, უშენებენ და უშენებენ კორპუსებს. აი ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვაკეთებთ საპროტესტო აქციას. და ეს სტატისტიკები დათვლილია ისე, რამდენი უცხოელი შემოდის და ბინებს ყიდულობს და მიწებს და ასე შემდეგ, ეს სტატისტიკურად დათვლილია. ყველაფერს ვადგენთ და ყველაფერს სიმართლეებით აქ გვაქვს ჩვენ აი ეს ამ სიმაღლეზე დაწყობილი ეს ნაწილია კიდე საჯარო რეესტრიდან ამონაწერები ოფიციალურად რამდენი მიწაა გაყიდული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდებში, ესე იგი, მთელი არაბებია შემოსეული, ესე იგი, გარშემო მთლად თუ გაყიდულია თბილისის გარშემო, აი მაღლა ტაბახმელა, კოჯორიკით რო აყვიდა, იქით ბაზალეთზე იცით რა ხდება კახეთში, ქართლში, ყველგან მომგრები არიან აბსოლუტურად გოროვანი, წეროვანი, ნუ ჩახება არ მინდა ამ იმაში. ეკონომიკური ექსპანსია შეიძლება ჩვენ აუცილებელია ქართველმა დროზე გამოიფხიზლოს ეხლა და თუ მასიურად გამოვა 24 მაისს და როგორც იქნება თუ გამოიღვიძებს ქართველი ხალხი,
ზოგიერთად ქილიკობს რომ აი მე ბოლოს გამოუშვებენ და ამით დამთავრდება. არაფერი ბოლის გაშრა გამოშვება არ იქნება. ჩვენ არა ვართ რომელიმე თაღლითი პარტია რომ იქ რა ვქია ეგრე მარტივად დავასრულოთ ყველაფერი. მივაკენებთ ამ ხალხს მარშ გავმართავთ მოვალთ იქ კანცელარიასთან სადაც გეხართ და მე მოუწევთ პასუხების გაცემა ხელისუფლება და აბა ერთი ვნახოთ დიდძალი ხალხი გამოვიდეს და მე ვნახოთ თუ არ ჩამოცულდებიან დაბლა ხელისუფლება. ჩვენ ერთი ის გადაკვეთა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყოველ კვირას ასევე რუსთაველის მეტროდან გვაქვს დაანონსებული ეს დიუშენის მარში, მაგრამ რომელ საათზე აკეთებ? ჩვენ 18 საათი ჩვენ 6 საათზე გვაქვს, მაგრამ შეიძლება მაგ შემთხვევაში თქვენ რახან 24-ში შევაერთოთ. კვირა უწევს. არა, რახან თქვენ უკვე დაანონსებული გაქვთ ეგა. დროს გადმოვწევთ ბოლო-ბოლო 1-2 საათი აქეთ გადმოვწევთ და შეიძლება ესე გავაკეთოთ. მოდი მოვიფიქრო და შეიძლება კიდევაც ერთად იმას ვქოთ. შემოგვიერთდით თქვენი პრობლემები დააყენეთ იქ თქვენს ისე ერთი და იგივე ხალხი სავარაუდოდ ძალიან ბევრი ერთი და იგივე ხალხი მანამდე რას ვიძახი იცით ბატონ კახა მანამდე შეიძლება რაღაცა შეიცვალოს კიდევ ხო თქვენთანაც ამიტომ შეიძლება უკიდურესად კიდევ უფრო დაგეძაბოთ და უფრო გამწარებული ვიყოთ მოგზავნით გამოვა თქვენი წარმომადგენელი და იტყვის რაც თქვენი აქცია ეგ ერთი და მეორე კიდევ მე მინდა გითხრათ რომ ნებისმიერ დროს თუ გინდა უფრო ფართო შემადგენლობით მოგზავნით და ნებისმიერ დროს დამირეკეთ და თუ რამე ისეთი ახალი იქნება აუცილებლად დაგითმობ ეთერს და გამგზავნდებით კიდევ რა მინდოდა მე თქვა რამე სხვა და ამათ ხო დავამატებ იმას რომ ჩვენ ხვალ გვაქვს შეკრება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საღამოს 7 საათს დიუშენის მშობლები გუშინ დავანონსეთ იმიტომ რომ კანცელარიასთან ჩვენთან არავინ არ გამოვიდა უკვე 2 კვირა ვართ იქ კანცელარიასთან და არავინ არ გვესაუბრება და ჩვენ ვიცით რომ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებს ბიძინა ივანიშვილი და გვინდა რომ იქამდე ავიდეთ და უფრო მეტი სხვაგანაც წავალთ კიდე ანუ სხვა გეგმების გვაქვს და იქაც მივაკითხავთ მაგრამ ხვალისთვის ავაკითხავთ 7 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან და ამ თქვი ხო მიზეზი მაგრამ იმიტომ რომ ის არის გადაწყვეტილების მიზეზი გარდა ამისა აი ნახე ჩვენ ახლა ნამდვილად იცით რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ის წვითავს საქმეებს არა რა კადრები გამახსენდა იცი ალიევი რომ იყო ჩამოსული და პრემიერი რო უკან დაყვებოდა გუშიასავით მე ჩემი გამოცდილება ეხება უფრო სასამართლო სისტემას და მე ამ თემებზე ბევრი მისაუბრია ტელევიზიებში რომ სასამართლო სისტემაში ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ჩაერია არა ვიხუმრე მე რა თქმა უნდა ეგეთი ამ შემადგენლობის გადმობარგებაში ქართული ოცნების მხარეს ეგეთი კაცია ყველაფრის გადამწყვეტი ვის რა ეკითხება კაც სასამართლო მთავრობა პარლამენტი ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი ამ რა თქმა უნდა აი დედიშვილია ვინმე რამე გაბედოს და დამთავრებულია იმის საქმე. ნუ ესეთი მოდელი ააწყო თვითონ ახლა. შეიძლება თვითონ არ უნდა თავიდან, მაგრამ ფაქტია რომ თვითონ ჩამოეკიდა ხელისუფლების სამეშტო სასამართლოც საკანონმდებლოს და აღმასრულებელის. ასე რომ გინდა სასამართლოში წადი იქაც ივანიშვილის ის დაგხვდება, სიტყვა დაგხვდება, გინდა აღმასრულებელთან მიდი იქაც ივანიშვილი და გინდა სასამართლოში, გინდა პარლამენტში მიდი იქაც ივანიშვილის. ამიტომ ჯობია მივიდეთ ივანიშვილთან და იქ უთხრათ თავის სათქმე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია ბატონო კახა ის რომ ქართველი ერი უნდა გამოფხიზლდეს, ისწავლოს ერთადგომის ფასი, გავერთიანდეთ და როდესაც გავერთიანდებით და სწორად დავადგებით, აი ხელისუფლებას მაშინ უნდა დავასრულებ და ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიდეს ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ხალხი აირჩეს თვითონ და პასუხისმგებელი იქნება ხალხის წინაშე. რასაკვირველია და უნდა იყოს პოლიტიკური კონკურენცია, ანუ ხალხმა უნდა არჩევანი უნდა ქონდეს ხალხს და პოლიტიკური კონკურენცია უნდა ქონდეს, რაც ხელისუფლებას აიძულებს, რომ მუდმივად იფიქროს ხალხის სამსახურზე, რომ არ დაკარგოს ის ნდობა, რაც არჩევნების შედეგად მოიღო და მომდევნო არჩევნებზე პანღურით არ გააგდონ იმიდან ქვეყნიდან. აი ეს უნდა იფიქროს ხელისუფლება. მოკლედ, პატივცემულო მეგობრებო, მე დღეს ალბათ რაც შემეძლო მაინც აგერ წარმოგიდგინეთ კაპიცვიდან ერთ-ერთი მშობელი მადლობა კიდევ ერთხელ მას ბატონ კახას და იმედია მომავალშიც თუ რამე ისეთი იქნება აუცილებლად მოვიწევთ და გაგაცნობთ როგორც წარიმართება ვითარება უახლოეს პერიოდში და
ფიქრობ საინტერესო იყო, ბევრ საინტერესებდა რაც ხდება და რასთან გვაქვს საქმე და ფაქტია რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყურადღებას არ აქცევს და მიტოვებული ხავს აი ესეთ ძიმედ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხი. მადლობთ ყურადღებისთვის. კარგად ზანდებოდეთ.